მე თქვენ როგორც მოგეხსენებათ, უამრავი სიახლე არის ეკონომიკის ყველა დარგში, მაგრამ არ არის ინფორმირებული მოსახლეობა თუ ესმის მხოლოდ ტელევიზიით მშრალი პროგრამული განმარტებები და სახელები, მაგრამ არ იციან თუ როგორ ისარგებლონ ამ საკითხებით, ამ სიკეთეებით და გადავწყვიტეთ, რომ არა მარტო სატელევიზიო მიმართვებით, არამედ ადგილზე გავიდეთ სოფლებში, იყოს ცოცხალი დიალოგი მოსახლეობასთან, რა სჭირდება, რა პრობლემებია, არსებულ პროგრამებს ჩვენ ვაცნობთ ყველა მემართულებით და თქვენ ხედავთ, რომ ჯერ სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვსჯელობთ, რიგში დგას ჯანდაცვითი მიმართულებები, შემოგვესწრო უკვე აჭარის ავტოგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პრაქტიკულად ის, რაც გვაქვს წელს დაგეგმილი, ადგილზე გვინდა მოსახლეობასთან შევათანხმოთ, გავიაროთ, კარგად აუხსნათ და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც არის დღეს საჭირო. სხვათა შორის, ახლა ნომერ პირველი, რაც დღეს მოსახლეობას აინტერესებს, დაიძრა სასოფლო სამეურნეო ხნათესვა და მკვდარი იყო ფაქტიურად იმის გამო, რომ ძალიან ძვირი იყო საწვავი, ძალიან ძვირი იყო ტექნიკით მომსახურება. ვერ იწყებდა ადამიანი ყანის დათესვას და მოხვნას, იმიტომ რომ 3-4 ტომარა ამიაკის აზოტოვანი სასუქები იყო საჭირო, ეს დაახლოებით 150-200 ლარი უჯდებოდა. ეხლა, როდესაც ეს ყველაფერი უფასოდ ექნება მოსახლეობას, თქვენ ხედავთ იმ დიდ აქტიურობას, რომ თითქმის ლეღვას მოსახლეობის არც ერთი ოჯახიდან თითო წევრი მაინც არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ მათ აინტერესებთ ეს საკითხები და ეს უკვე დაწყებულია. აი, მომავალი კვირიდან ვაძლევთ ახლა მემართულებებს, თუ ვის უნდა მიმართოს ამ ხალხმა, როგორ და რა ფორმატში იქნება ეს დახმარებები გათვალისწინებული. აქვს ინიცირება გაკეთებული აჭარის უმაღლეს საბჭოში, კანონში მიწის შესახებ, ვაკეთებთ ცვლილებას, ვსარგებლობთ იმ ჩვენი უფლებით, კონსტიტუციური უფლებით და ვფიქრობთ, დაახლოებით 10,000 კომლი ჩაშლილი რეფორმების გამო, რომლებმაც საკუთრებაში აღიარება ვერ პოვა მიწის ნაკვეთებისა, იმის გამო, რომ ან საცხოვრებელი შენობა არ ედგა იმ ნაკვეთში, სადაც მას პრეტენზია გააჩნია, ან გზა, ან ვილიკით იყო გამიჯნული მისი საცხოვრებელი სახლიდან. აი ზუსტად ამ ინიცირებას, იმ პროექტს მე გავაცნობ დღეს ლეღვას მოსახლეობას და შეიძლება მივიღო რაღაც ისეთი შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინოთ კანონში და რაც შეიძლება სრულყოფილი კანონი მივიღოთ, რადგან ცვლილებას ვაკეთებ, იყოს ის ძალზე მაღალ ეფექტური. გავაცანოთ მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები. ბუნებრივია, პირველ რიგში ხალხს აინტერესებს ის სიახლეები, ანუ ის ცვლილებები, რაც წინა წელს არ იყო ჯანდაცვის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება გამომწვევად ისეუბრა მოპასუხებლებზე. არ დაგინალავთ, რომ კითხვები მწვავე იყო, შის შემთხვევაში განსაკუთრებით სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანაც დაკავშირებით მივაწოდებთ ის ინფორმაცია, რომელიც რეალურად არსებობს დღეს ჩვენთან სამინისტროში. ვფიქრობ, საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრა გამოდის მოსახლეობასთან და როგორც მე გავასვენი, არც ერთი ადამიანი, ვისაც არ მეკითხა,